მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანაბედი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენია სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დადისა და წმინდისა სულისა, აქ და მარადი და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება, ბრძანებს უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე. მე ვარ მწყემსი კეთილი, მე ვარ პური ცხოვრებისა, მე ვარ კარი, ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს ცხონდეს. მოვედით ჩემთა ყოველნი, მაშვრალი და თვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, რომელსა ნებავ შემოდგომათ ჩემთა უარყვანი, თავი თვისი და აღიხენ ჯვარი თვისი და შემომიდეგენ მე. ნუ შეწუწულდებიან გულნი თქვენი, გრწმენი ღმერთისა და გრწმენი ჩემ დამომართ, ამბობს ქრისტე. დედა ეკლესია მოგვიწოდებს, გრწმენით, იმედითა და სიყვარულით შემოსილნი, ჭეშმარიტი მართლმადიდებული სარწმუნოებით განათლებული, მივყვეთ ეკლესიასა და საუკუნო ცხოვრებისაკენ, მიმავალ ერთადერთ გზას. ეს ქრისტეს ღვთაებრივი გზაა, გზა ხსნისა და მარადიული გადარჩენისა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი ჩვენი საუბარი მე მინდა მიუძღვნა საფრთხო ცნებებს, კერძოდ 10 მცნებას. ალბათ თქვენ ყველას გსმენიათ მის შესახებ, ყველას გაუგია 10 მცნების შესახებ და ალბათ ზოგიერთი მუხლი თუ მთლიანად არა, აი ამ მცნებების ალბათ ზებირად იცით კიდევაც. ნამდვილად მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების მიზანი სწორედ უფლის მცნებების აღსრულება უნდა იყოს, რომ ამით ჩვენ შევიცნოთ და დავუახლოვდეთ შემოქმედს. როდესაც ადამიანმა, უпростоრად ღმერთმა შექმნა ადამიანი, პირველი მიზანი, პირველყოფილი აი ამ ადამიანებისა სამოთხეშივე იყო ღმერთთან მიახლოება სულყოფის გზით და შემოქმედის შეცნობა და იგივე სწორედ გმართებს ჩვენ და ჩვენ მიწით უпростоრად სხეულით შემოზღუდულ ადამიანებს ჩვენ წირგონებას არ შეუძლია დამოუკიდებლად შეიცნოს შემოქმედი, თუკი უფალი თავად არინებებს, რომ განგვიცხადოს თვითონვე საკუთარი თავის შესახებ. და სწორედ ღვთის სამღვთო გამოცხადებებით ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ უკავშირდებით შემოქმედს უპირველეს ყოვლისა და ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენი უფლის ყოვლადწმინდა სამების შესახებ. სამღვთო გამოცხადებებით მიღებულ, ესე იგი, ჭეშმარიტებები ასახული არის წმინდა წერილში, კერძოდ ბიბლიაში, სახარებაში თავისთავად და სწორედ იმით აი ამ ცნებების მიხედვით, რომლებიც არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას, არანაირ პირობებს, ერთ სიტყვით უცვალებელი არის, სწორედ ამით უნდა ვიმხმეცხვანილდოთ ჩვენ აი ამ ცხოვრების განმავლობაში და ნამდვილად ეს ჩვენთვის იქნება სულიერი მეგზური ერთი სიტყვით და აი ამ ცნებების, ასე რომ ვთქვათ, შესრულება თავისთავად ჩვენ მოგვიტანს ღვთის დიდ წყალობას, მადლს უფლისას, ხოლო საპირისპიროდ აი ამ ცნებების დარღვევა იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი ცოდვა. სამღვთო გამოცხადებებით მიღებული ჭეშმარიტება ეს არის დოგმატები, აი ესე ეწოდება და სწორედ აი ამ დოგმატებზე არის დაფუძნებული მართალი სწავლება სარწმუნოების შესახებ, ანუ მართლმადიდებლობა ერთი სიტყვით, მართლმადიდებლობის საფუძველი სწორედ აი ეს უცვალებელი ღვთიური მცნებებია, ანუ დოგმატები არის. აი დოგმატების ერთ-ერთი, ასე რომ ვთქვათ, ნაწილი, ერთ-ერთი პირველი ღვთიური ესეთი სწავლება, რომელიც უფალმა მისცა კაცობრიობას, ეს არის 10 მცნება ძველი აღთქმისა, რომლებიც ქრისტეს შობამდე ჯერ კიდევ 16 საუკუნით ადრე ესე იგი მივიღეთ. მე მინდა მოგახსენოთ მოკლედ თუ რა ვითარებაში მოხდა აი ამ მცნებების, ასე რომ ვთქვათ, განცხადება ადამიანებისადმი, თქვენ იცით რომ
აი ამ უძველეს, ასე რომ ვთქვათ, ხანაში 16 საუკუნით ადრე, კერძოდ ქრისტეს შობამდე, ებრაელთა ერი ღვთისმრჩეულიერი იმყოფებოდა ეგვიპტის სამეფოს ტყვეობაში. ძალიან იტანჯებოდნენ ისინი და უფალმა ინება, რომ თავად გაეწოდებინა მაშველი ხელი თავისი რჩეული ერისათვის და მოულინა მათ წინასწარმეტყველი მოსემ ხსნელად, მათ წინამძღოლად და მისი საშუალებით აქ მრავალი სასწაული ხდება, უფალს გამოყავს ებრაელთა ერი ეგვიპტის ტყვეობიდან. გამოყავს იგი აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ ვიდრე მოვიდოდნენ აი ამ აღთქმულ მიწაზე, ქანაანის ქვეყანაში, უფალმა ინება, რომ მონობის ტყვეობიდან განეწმინდა მათი შემეცნება, მათი გონება, მათი, ასე რომ ვთქვათ, სული, მთლიანად აი მონური სული შეეცვალა ახალი, ასე რომ ვთქვათ, სულით, ერთ სიტყვით აი ეს თაობა უნდა გადასულიყო, რომ ახალ ქვეყანაში, ესე იგი, ახალი სულისკვეთები და ახალი რწმენით, ესე იგი, ეცხოვრათ აი ამ ადამიანებს, მართლაც 40 წელი უდაბნოში მოგზაურობა, სწორედ აი ამ მიზანს ემსახურებოდა და სწორედ უდაბნოში მოგზაურობის დროს უფალმა ინება, რომ ახალი ნეობრივი, ახალი სულიერი კანონები მიეცა ადამიანთათვის. ამიტომ ღვთისმხილველი მოსე, ესე ეწოდება მას, უფალმა თავის რჩეულს მოუწოდა სინას მთაზე და აი ამ მთაზე ასეთ საოცარ საკურველ ვითარებაში, შესაძაც მთლიანად, ასე რომ ვთქვათ, იძროდა უფლის გრგვინვით, ეს ღვთის სიტყვა იყო. აი ამ ეს მთა მთლიანად, ასე რომ ვთქვათ, გარემოცული იყო ნათლის სვეტით, ღრუბლით და რომელშიც, ესე იგი, მოსეს სწორად ესაუბრებოდა ღმერთი. სწორედ 40 დღის ესეთი უფალთან საუბრის შემდეგ მიიღო მოსემ ორი ფიცარი, რომელზედაც დაწერილი იყო აი ეს 10 მცნება. აი ამის შემდეგ მოსემ მიიღო რა ეს მცნებები, ფიცარზე, ქვის ფიცარზე დაწერილი, გააცნო მთლიანად მთელ ერს და როგორც უდიდესი სიწმინდე, აი ეს მცნებები ინახებოდა აღთქმის კიდობანში, რომელიც შემდგომ დაიდო, ესე იგი, პირველ ქმნილ ტაძარში, რომელიც აშენდა სოლომონ მეფის დროს და მას შემდეგ უკვე მრავალი, ასე რომ ვთქვათ, ასწლეულები არის, საუკუნეები არის გასული ჩვენთვის ადამიანებისათვის, სწორედ აი ეს მცნებები წარმოადგენს ჭეშმარიტების ერთგვარ ორიენტირს ჩვენი ცხოვრების, ასე რომ ვთქვათ, მეგზურსა და მანათობელს. აი ამ მცნებების დაცვა ერთნაირად მოეთხოვებოდა ადამიანებს ყველა დროსა და ეპოქაში, მაშინაც, როდესაც ეს მცნებები მიიღეს და მას შემდეგ, რაც ესე იგი, მაცხოვარი ჯვარს ეცვა და ქრისტემ გამოგვიხსნა თავისი სისხლითა და ჯვარცმით. ასე რომ აი ამ ცოდვების, აი ამ მცნებების წინაშე ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ თანაბარია ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა, განურჩევლად ავტორიტეტისა, თანამდებობისა და გვარიშვილობისა, ერთ სიტყვით აი ამ ცოდვების, ასე რომ ვთქვათ, მიმართებაში იქნება მხილებული, ასე რომ ვთქვათ, განშილი თითოეული ადამიანი იმ დღეს, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენ ცოდვებზე პასუხისგება. ეხლა მე მინდა უფრო კონკრეტულად გესაუბროთ აი ამ 10 მცნების შესახებ და მინდა ერთგვარი მცირეოდენი, ასე რომ ვთქვათ, განმარტება გავუკეთო თითოეულ, ესე იგი, აი ამ მცნებას. საერთოდ ჩვენ ადამიანებს ძირითადად აი ამ ყოფიერ ცხოვრებაში ორგვარი შეიძლება სახის კავშირი გქონდეს. ერთი ეს არის კავშირი და ურთიერთობა შემოქმედთან, სამყაროს შემოქმედთან, ესე იგი ღმერთთან და მეორე ურთიერთობა ჩვენს მსგავს ადამიანებთან. ესე იგი, ურთიერთობა გვაქვს უფალთან და ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან. სწორედ აი ამ ორი ძირითადი ამგვარი სახის ურთიერთობები ერთგვარად ასახული არის აი ამ მცნებაში. პირველი 4 მცნება, კერძოდ ეძღვნება ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ხოლო მომდევნო 6 მცნება კიდევ ასახავს ადამიანის ურთიერთობას ადამიანთან. და ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, საფუძველი აი ამ მცნებებისა, ისე როგორც სახარებაში მაცხოვარი ჩვენ გვასწავლის, აი საფუძველი მთლიანად საღვთო ჯულისა, ეს არის სიყვარული. და სწორედ სიყვარულზე არის დაშენებული აი ეს 10 მცნება. პირველი მცნება, მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენ და ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე. ესე იგი, ჩვენ გვმართებს, რომ ვიცნობდეთ მხოლოდ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, ჩვენ ვიცით, რომ ჭეშმარიტება ერთია, უფალი ერთი არის, ეს არის ყოვლადწმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა. სწორედ მან შექმნა სამყარო ხილული და არახილული და მანვე შექმნა ჩვენ თითოეული ადამიანები. სწორედ ჩვენ გვმართებს, რომ ადამიანებს სწორედ აი ჩვენს
შემოქმედთან გქონდეს მხოლოდ კავშირი და არანაირად სხვა ცრუ ღმერთებთან. აი ამას გვიგრძალავს ჩვენ უფალი, რომ არა მრავალღმერთიანობა, არამედ ერთღმერთიანობა, ერთი უფალი ვადიდოთ. ხშირად ხოლმე შეიძლება ესეთი კითხვა დასვა, მეც არ ადამიანებმა რომ ხომ არსებობს სხვა სარწმუნოებები და უშუალოდ მუსულმანური, ბუდისტური, როგორ იმათი მიმდევარი ადამიანები არ ცხონდებიან, ისინი არ ასულებენ, ასე რომ ვთქვათ, აი ჭეშმარიტებას არ მისდევენ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ყველა სხვა, ასე რომ ვთქვათ, სრულ ღმერთები ერთ სიტყვით ეს არის ადამიანური ნააზრების ნაყოფი და ყველა მათი მიმდევარი ესენი, რა თქმა უნდა, ცდებიან და ეშმაკის მსახურებაში არიან. ნამდვილად, როგორც პავლე ამბობს, ერთ არის ღმერთი, ერთ არის სარწმუნოება და ერთ არის ნათლისღება. რახან ერთია უფალი, ამიტომ მას გააჩნია ერთადერთი სწორი მართალი გზა, ერთადერთი მართალი სარწმუნოება, ანუ მართლმადიდებლობა. ცნება მეორე, არ აქვე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოლადვე მსგავსი, რაოდენია არის სათაშინა და რაოდენია არის ქვეყანაზე და ქვე და რაოდენია არის წყალთაშინა ქვეშე ქვეყანისა, არა თაყვანისე მათ და არცა მსახურებდე მათ. აი ამ ცნებით ჩვენ გვეკრძალება ყოველგვარი სახის წარმართული კერპმსახურება, ჩვენ გვეკრძალება ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფა და ამავე დროს სხვა არა შემოქმედის, არამედ ყოველგვარი შექმნილის თაყვანისცემა, კერძოდ ბუნებრივი მოვლენების, ასე ვთქვათ, გაღმერთება იგივე ადამიანებისა, არა მარტო რაიმე ცრუ, ასე ვთქვათ, სწავლებისა და მიდრეკილებისა, არამედ რაღაც ცრუ იდეისა. შეიძლება აი ამ კერპს არ ქონდეს რაღაც მატერიალური სახე, არამედ ჩვენ ვიყოთ მონა რაღაც ცრუ იდეისა. მოგეხსენებათ რამდენიმე ათწლეული არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენ ვყოფებოდით ეგრეთ წოდებული ათეისტური რეჟიმის, ასე ვთქვათ, ტყვეობაში და მაშინ ჩვენ ადამიანები სწორედ ერთგვარად კერპთაყვანისმცემლები ვიყავით. თითქოს ღმერთს უარყოფდით, მაგრამ რაღაც იდეას კომუნისტურს ვცემდით თაყვანს, ასე ვთქვათ, და მისი მიმდევარი ვიყავით. ვცემდით ვიღაც, ბელად თაყვანს და ასე ვთქვათ, მისი იდეისა და მისი გავლენის, მისი ადამიანური ნააზრების აი ამ გავლენის ქვეშ ვიყავით. ერთ სიტყვით, ესეც ერთგვარი კერპმსახურების გამოვლინება იყო. კერპმსახურება არის აგრეთვე, როდესაც ადამიანს რაღაც მავნე, ცრუ ტრადიცია, ესე იგი ტრადიციული ჩვეულება გააჩნია და თითქოს აი ამით ამართლებს თავის მოქმედებას, ყოველგვარი აი თილისმები თქვენ გაგიგიათ, რაღაც ჯადოს მაგვარი, რომელსაც ადამიანები ატარებენ და თითქოს თვლიან მათ მფარველად, თითქოს იღბალი ექნება და რაღაც ხელი მოემართებათ იმ შემთხვევაში, თუ კი ასეთ ცრუ აზრებს აყვებიან და ასე შემდეგ. კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი მავნე გამოვლინებაა ის, როდესაც მოგეხსენებათ გაუთვით ცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილი დიდ ოთხშაბათს, ადგომის წინა ოთხშაბათს ანთებს ცეცხლს, ეგრეთ წოდებულ ჭიაკოკონობა, მასზე ახტებიან რაღაც გაუგებარ სიტყვებს წარმოთქვამენ და თითქოს ამით რაღაც საღვთო რიტუალს ასრულებენ. ესეც ერთგვარი ღვთისგმობა არის, მე ვიტყოდი და საშინელი ცოდვა არის, როდესაც ადამიანი ივიწყებს ჭეშმარიტ ღმერთს, შემოქმედს და ცრუ, ასე ვთქვათ, კერპების თაყვანისმცემელი ხდება. ცნება მესამე, არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. ესე იგი აი ამ ცნებით კი არ გვეკრძალება ღვთის სახელის ხსენება, არამედ ამაო ხსენება, სრულ ხსენება ღვთის სახელისა. იმიტომ რომ იმდენად წმინდა არის სახელი უფლისა, რომ ჩვენ ადამიანები აი ამ უწმინდეს სახელს უფლისა ვახსენებდეთ უნდა შიშით კრძალვითა და დიდი, ესე იგი, მორიდებით. რახან ძველ აღთქმაზე ვსაუბრობთ, აი ძველ აღთქმაში როდესაც მღვდელმთავარი ღვთისმსახურებას აღასრულებდა ხოლმე, მხოლოდ ერთხელ შედიოდა ტაძრის განსაკუთრებით წმინდა ადგილას, წმინდათა წმინდათაში ესევე წოდებოდა მას და მხოლოდ წელიწადში ერთხელ განსაკუთრებით დიდ სადღესასწაულო დღეს ახსენებდა უფლის სახელს. სხვა შემთხვევაში ამდენად მოწიწებით იყვნენ, რომ უფლის სახელის ხსენება მათ ეკრძალებოდა და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მრავალი ადამიანი ასე ვთქვათ, დაუდევრად ახსენებს ღვთის სახელს, ან მოიშველიებს უფლის სახელს, როდესაც არ არის საჭირო, ან მით უმეტეს ცოდვაა, როდესაც რაიმე ფაქტის დასამტკიცებლად აიყენებენ ღვთის სახელს, ან უფალს ფიცავარ, ან პირჯვარს ისახავენ. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა რაღაც ცრუ აზრი დავამტკიცოთ, ცრუ ფიცით, ასე ვთქვათ, ეს ძალიან, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფელი არის უფლისათვის და ნამდვილად არ არის საჭირო, როგორც სახარებაში წერია, ჩვენ
ამაოდ მოუხმოთ, ესე იგი ღვთის სახეს ადგილას, არამედ ჩვენი სიტყვა უნდა იყოს არა, ან ჰე, როგორც ესე იგი ამას მაცხოვარი ამბობს. ცნება მეოთხე, მოიხსენე დღეიგი შაბათი და წმინდა ყავიქი. 6 დღესა იქ მოდე და ქმნე მაჩინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღეიგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა ჩვენისა. საერთოდ კვირის 7 დღის განმავლობაში ერთი დღე ჩვენ უნდა მიუძვნათ უფალს. სწორედ აი ეს მცნება ამას მოიცავს და ძველი აღთქმის ადამიანებისათვის აი ეს დღე მეშვიდე შაბათი სწორედ მათ ევალებოდათ რომ განსაკუთრებით წმინდად გაეტარებინათ შაბათი დღე. ხოლო ახალი აღთქმის ქრისტიანებისათვის, ესე იგი მას შემდეგ რაც მაცხოვარი მკვდრითით ამდგა, აი ეს შაბათი ძველი აღთქმისა შეიცვალა კვირადღით, ანუ ერთ შაბათით. ვინაიდან სწორედ აი ამ დღეს კვირა დღეს მოხდა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მკვდრითით აღდგომა და სწორედ აი უფლის აღდგომის საპატივცემულოდ, ამიტომ კვირა დღე იწოდება საუფლო დღედ. საერთოდ ყველა დღეს კვირაში შესაბამისი სახელწოდება გააჩნია და ასევე შესაბამისი ასე ვთქვათ წმინდანის ხსენება აღსულება, ხოლო მეშვიდე დღე ეს არის საუფლო დღე. თვითონ სიტყვა კვირა მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან კირიოს, რაც ნიშნავს უფლისა. და აი სახელწოდებაც თვით აი ამ დღემ კვირამ სწორედ აი აქედან მიიღო და უფალს უკავშირდება. ამდენად აი ეს დღე ჩვენ წმინდად უნდა გავატაროთ. ესე იგი რას ნიშნავს ეს დღე? ძველი აღთქმის ებრაელები საერთოდ უქმობდნენ აი ამ დღეს და მათ მიაჩნდათ რომ საერთოდ არაფერის გაკეთება არ შეიძლება. ეს ნამდვილად სწორი არ არის, არამედ აი ამ დღეს ჩვენ გვევალება რომ წმინდა ვყოთ, ესე იგი კეთილი საქმე ვაკეთოთ. ვილოცოთ ამ დღეს განსაკუთრებით კვირა დღეებში აღესრულება ხოლმე ყველა მოქმედ ეკლესიაში წირვა. ესე იგი უნდა მიიღოთ ჩვენ კვირაში ერთხელ მაინც ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, უნდა ვეზიაროთ აი ამ მადლს, რაც წირვისას ჩვენ გვეძლება. უნდა ვაკეთოთ სიკეთე, უნდა გავცეთ მოწყალება. ესე იგი ჩვენ უფალი არ გვავალდებულებს რომ ვიუქმოთ ისე რომ თითქოს არაფერი გავაკეთოთ, ვიზარმაცოთ და ასე შემდეგ. არამედ პირიქით. უფალი მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დღეს წმინდად უნდა ვატარებდეთ, არასოდეს გვეძლება უფლება იმისა, რომ ჩვენ ბოროტება ჩავიდნოთ, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ დღეს უნდა გადავდოთ ჩვენ ყოველგვარი მიწიერი საქმე, ესე იგი ის საქმე, რაც შეიძლება გადაიდოს, გაკეთდეს ან წინა დღეს, ან ორშაბათ დღეს და ასე შემდეგ, დაუშვათ მიწიერი საქმე იქნება ეს თუ სხვა და ესე იგი აი ეს დღე მთლიანად უფლის სამსახურში ესე იგი გავატაროთ. წარმოიდგინეთ, რამდენად კაცმოყარე და მოწყალია ღმერთი, როდესაც ჩვენ ადამიანებს 6 დღე მოგცა. ესე იგი 6 დღესა იქ მოდეო, გააკეთე შენი მიწიერი საქმე, ხოლო ერთი დღე მხოლოდ, ესე იგი მეშვიდედი ნაწილი კვირისა მხოლოდ თავისთვის დაიტოვა. აი აქედანაც ჩვენ უნდა ერთგვარი რწმენის თვალით შევხედოთ ღვთის კაცმოყარებას, ღვთის დიდ მოწყალებას და ჩვენ არ გვინდა რომ აი ეს ერთი მეშვიდედი ნაწილიც კი უფალს მიუძღვნათ. ისევ უფალს დაუთმოთ. აი ეს დღე პირიქით კი არ დაგვეკარგება, არამედ უფალი აი ამისანაცვლოდ მეტ ხვავს, მეტ ბარაქას, უფრო დიდ მოწყალებას გაიღებს ჩვენთვის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები სამუშაოთი ვარ დაკავებული და თავს იმით ვიმართლებთ, რომ თითქოს ჭირდება მატერიალური სარჩო. განა ღვთისგან არ გვეძლება ყველაფერი. აი ვინც კვირა დღეს მუშაობს, ამ დღეს არ უქმობს, ან სხვა დღესასწაულებში, აი ის ასე ვთქვათ, ნამატი, აი ეს ქონება არ შევა ოჯახში, არ მოხმარდება თქვენს კეთილდღეობას. იმას უფალი თავისთავად აი შემოსულ დოვლათს ან ფულს თვითონ წაიღებს. ერთგვარად ერთი სიტყვით ისე გაქრება ის თქვენ ოჯახიდან ან ისეთ რამეში გაუთვალისწინებელ რამეში დაიხარჯება, რომ მიხვდები თქვენ ნამდვილად რომ ღმერთმა ასე რა ვთქვათ, აი იმ ურჩობის გამო დაგვსაჯა. პირიქით საერო სამსახურები ეხლა კვირა დღეს თავისთავად უქმობენ და უმეტესობა რა თქმა უნდა ვაჭრობით არის ესე იგი დაკავებული და მე მოუწოდებ მოსახლეობას რომ სწორედ ყურადღება მიექციონ. ხშირად ხოლმე აი ამ ცნებას ერთგვარად უგულებელ ყოფენ და სადაც აი ეს მცნება წერია, იქვე აი ამ ცნებაში არის ჩაწერილი არა კაცკლა. ესე იგი თუ კი ძიმეცოდვად მიგაჩნია კაცის კვლელობა, ანუ იგივე ხარისხის დაუშვათ ცოდვად შეიძლება ივიჩნიოთ, რომ ერთი დღე უფალს მიუძღვნათ. იქვე წერია აი ეს. ამიტომ გულდასმით უნდა მოვეკიდოთ აი ამ ცნებასაც. მცნება მე-6 შემდგომ უფრო სწორად მე-5 მცნება.
პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყო შენ და ღერძელი იყო ქვეყანასა ზედა. საერთოდ უფალი მოგვიწოდებს, რომ ყოველ უფროს ადამიანს ჩვენ დიდი პატივით მოვეპყროთ, მით უმეტეს მშობელს, რომელსაც ძალიან ესე იგი დიდი ამაგი გააჩნია ჩვენზე, რომელმაც გშობა, ტკივილით, გარჯით, წვალებით, მზრუნვით ჩვენ გაგზავნა და მით უმეტეს რაოდენ ტკივნეული უნდა იყოს მშობელისათვის, რომ თავისი გაზრდილი შვილი შემდგომ მას ესე იგი პატივს არ მიაგებს. და აი ამ პატივისცემის სანაცვლოდ, ესე იგი რაოდენ დიდ წყალობას გვირდება უფალი, რომ კეთილი გეყო შენ და ღერძელი იყო ქვეყანასედაო. თუ კი აი ამ ცნებას აღასრულება, ესე იგი თუ გინდა ჩვენ რომ ბედნიერები ვიყოთ, თუ გინდა ჩვენ რომ ნამდვილად კეთილად წარიმართოს ჩვენი მიწიერი ცხოვრება, ამიტომ უნდა შევასრულოთ აი ეს მცნება. ესე იგი პატივისცემთ ჩვენ მშობელს. ერთ შეხედვით თითქოს არ არის ძნელი, რომ მშობელს პატივით მოვეპყრათ. ყოველგვარი გასამრჯელოს, ყოველგვარი ჯილდოს გარეთ ჩვენ ეს ისედაც გმართებს. იმ ამაგის გამო, რაც მათ ჩვენზე გაუწევიათ, მაგრამ უფალი ჩვენ უფრო მეტ ჯილდოს გვირდება. თუ გინდათ რომ დიდხანს სიცოცხლოთ, ესე იგი ღერძელი იყოთ ქვეყანასედაო. რომელ ადამიანს არ სურს სიცოცხლე. და ნამდვილად სწორედ აი ამ ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღები, ესე იგი სწორედ აი ამ ცნების აღსრულებაში დევს. ალბათ ბევრი თქვენგანი არ დაფიქრებულა ამაზე, მაგრამ თუ გინდა ჩვენ რომ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გქონდეს, ესე იგი პატივით მოვეპყროთ მშობელს. ამავე დროს უნდა გავახსოვდეს, რომ როგორც ჩვენ მოვეპყრობით ჩვენ მშობლებს, აი ანალოგიურად ყველაფერი ზუსტად ისევე მოხდება, ისევე მოგვეპყრობა ჩვენი შთამომავლობა. ხშირად ხოლმე ბევრი მშობლისგან გამიგია, რომ აი მე შვილმა მიმატოვა. აი მე დავუშვათ არა მაქვს ისეთი ტკბილი სიბერე, თითქოს უნდა ვიმსახურებდე შვილებისგან აი უფრო უკეთეს მოპყრობას, მაგრამ ისევ მიზეზი ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ. ალბათ ჩვენ ვერ მოვეპყარით ჩვენ მშობლებს ისე საკადრისა და ჩვენვე ეხლა ასე ვთქვათ ვისჯებით. ან საკადრისად ვერ გავზარდეთ შვილი. აი საკუთარი თავს უნდა დაუსვათ კითხვა მშობლებმა, ჩვენი შვილები რწმენით გავზარდეთ? რწმენით რო განგვეზარდა ნამდვილად, მაშინ ისინი აი ამ ცნებას შეასრულებდნენ და აუცილებლად პატივს მოგვაგებდნენ ჩვენ. ამიტომ მშობლებმაც უნდა ვეცადოთ, რომ შვილები პატივით აღზარდოთ და შვილებისგანაც ჩვენ რასაც დავთეს, ნამდვილად იმას მოვიმგეთ. ცნება მე-6 არაკაცკლა. მართლაც ყველაზე საშინელი შეიძლება აი ეს ცოდვა ჩვენ მივიჩნიოთ, ნამდვილად რაოდენ საშინელი არის, როდესაც ადამიანი, ესე იგი სხვის სიცოცხლეს ხელყოფს. ჩვენ არა გვაქვს უფლება იმის წართვევისა ადამიანზე, რაც ჩვენ არ მიგვიცია. ესე იგი ღმერთმა მისცა ადამიანის სიცოცხლე და წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი ცოდვა, როდესაც ჩვენ ღვთისმბოძებულს, ყველაზე ძვირფას ადამიანს ვართმევთ. ცოდვა არის, როდესაც ჩვენ ადამიანს არა მარტო ფიზიკურად ვანადგურებთ, არამედ სულიერადაც ვჩაგრავთ, კლავთ მას, ან ვამცირებთ, ან შეურავწყოთ საზოგადოებაში. არა მარტო ფიზიკური განადგურება იგულისხმება ამ ცოდვაში, არამედ სულიერი განადგურება. ჩვენ ადამიანს ასე იგი სულიერად კლავთ, სულიერად ცოდვისკენ ვუბიძგებთ. ან მანკიერად ვსდით, აი ამ ასეთ შემთხვევაში ადამიანში ჩვენ ღვთის სულს კლავთ. და არასწორად ვსდით აი ამ ადამიანს. ასე რომ აი ამ ცოდვაში სწორედ ესეც იგულისხმება ერთგვარად. რა თქმა უნდა, აი ამ ცოდვის ყველაზე უფრო რთული სახე, ყველაზე უფრო საშინელება არის, როდესაც ადამიანი თავს იკლავს. ესე იგი საზოგადოებაში ვარდება და ამ ცოდვით ერთგვარად უარყოფს უფლის ყოვლის შემძლეობას, კარგავს ყოველგვარ, ესე იგი მიზანს ცხოვრებაში, ერთ სიტყვით კლავს თვითკვლელობით ადამიანი არა მარტო საკუთარ სხეულს, ესე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ სულსაც, ვინაიდან თვითკვლელი ვერ ცხონდება, პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის. ხო და ესე იგი თვითკვლელობით ადამიანი არღვევს არა მარტო ტაძარს, ესე იგი ადამიანის სხეული ეს არის სულიწმიდის ტაძარი. არამედ ვნებს საკუთარ სულს, ესე იგი თვითვე ართვევს ადამიანი საკუთარ თავს სიცოცხლეს, იმ სიცოცხლეს, რომელიც მას საკუთარი უნარით არ მოუპოვებია. განა ჩვენ ჩვენი უნარით, ჩვენი შესაძლებლობით მოვივლინეთ ამ ქვეყნად, არამედ თუ კი ესე იგი ცოცხლობთ, ესე იგი საჭიროა უფლის ნება, რომ ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ. რაც არ უნდა განსაცდელი შეგანთქვეს აი ამ დროს. საშინელი ცოდვა, როდესაც დედები, აი მანდილოსნები, დედები მინდა ყურადღება გავამახვილო, აბორტით კლავენ საკუთარ შვილებს. მე მინდა გითხრათ, რომ უკვე ჩაისახება თუ არა, ესე იგი მუცელში მოხდება თუ არა ჩასახვა
ესე იგი მას უკვე გააჩნია სული. ესე იგი ჩვენ კლავთ რა ნაყოფს, ესე იგი ჩვენი ემოცელში, კლავთ ამის შედეგად სულს, იმ სულს, რომელიც უფალმა ჩვენში ჩადა. ესე იგი ვარ ჩვენ ორსული. ესეც ძალიან მძიმე ცოდვაა და ხშირად ხოლმე ადამიანები ამბობენ, რომ აი მე არა მაქვს ცოდვა, კაცი არ მომკლევს. როდესაც ამ კითხვას უსვამ მე, გაქვთ თუ არა გაკეთებული, ესე იგი აი ეს აბორტი, ესეც ცოდვა, მაშინვე ესე იგი დაფიქრდებიან და ნამდვილად უმრავლესობას დედებისა აი ამ ცოდვით არის ესე იგი დამძიმებოდა, ნამდვილად პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ მკვლელები. ადამიანის მკვლელები და საშინელი ესე იგი ცოდვის ჩამდენი ჩვენ გვმართებს სინანული, ჩვენ გვმართებს დაფიქრება, რომ აი ეს ერთგვარი ცოდვა თითქოს ჩვევად შემოვიდა ჩვენს ასე რომ ვთქვათ ყოფიერ ცხოვრებაში, რომ აი აბორტს გაიკეთებენ, ვითომ წამით არაფერი და ერთგვარად არ ამძიმებს ეს მართლებს. არ არის ცოდვა, მე გამონაკლისი მინდა ესე იგი დავუშვა, თუ კი ადამიანი იცავს ეკლესიას, იცავს ესე იგი სიწმინდეს, იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარი ოჯახს და აი ამ შემთხვევაში მას უხდება მტრის წინააღმდეგ, ესე იგი ბრძოლა, კი, უფალი ჩვენი გვეუბნება, რომ უნდა გიყვარდეს, მტერი ჩვენი კი არ უნდა გძულდეს, მაგრამ აი ასეთი ბრძოლის დროს, თავდაცვითი, სამართლიანი ბრძოლის დროს, თუ კი ჩვენ მოხდება ისე, რომ მტერი მოვკალით, მაშინ ცოტათ არ გვერაცხება პირიქით. ჩვენ საქართველოს ისტორიაში მრავალი ისეთი მოვლენა არ ქლიანა, ჩვენი ისტორია სწორედ ბრძოლის ისტორია არის, ეროვნული და ეკლესიის ესე იგი გადარჩენისა და ნამდვილად ჩვენ ყავდა წმინდა მეფეები, ბრძოლის ძველზე თავდადებული ნამდვილად მხედრები, რომლებიც წმინდანად შეირაცხდა, აი ეს ცოდვა პირიქით სამშობლოს დაცვისა, ეკლესიის სარწმუნოების დაცვისა, მათ ცოდვად კი შეირაცხათ პირიქით ადლიარი თუ კი ადამიანი მოყვესისათვის თავდადებს და ეკლესიისათვის და ერისათვის ნამდვილად თავს გასწირავს. ესე იგი მეშვიდე მცნება ეხლა არა იმრუშო. ნამდვილად თუ კი ჩვენ დღევანდელობას გადავხედავთ, ყველაზე უფრო გავრცელებული ალბათ ეს ცოდვა აღმოჩნდება. თითქოს მიეჩვია კიდეც ადამიანი აი ამ ცოდვის ჩადენას და აი ეს ცოდვა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება. ესე იგი ისეთ ცოდვად, რომელიც ყველაზე უფრო ამძიმებს ადამიანის სულს და კლავს მასში, ესე იგი ღვთის მადლს. ნამდვილად ადამ და ევა იმისთვის შეიქმნა სამოთხეში და იმისთვის ესე იგი დალოცა შემდგომ უფალმა ისინი, რომ ესე იგი გამრავლებულიყვნენ და შობითა შენითა და ტკივილთა შენითავ, იმიტომ აკურთხა დედა რომ ევა რომ შობდეო შვილსა შენსაო, რომ აი ეს გამრავლების უნარი მამაკაცსა და დედაკაცის კავშირისა უფალმა სწორედ აი ამ მიზნით ჩადო ადამიანში, რომ მხოლოდ გამრავლებულიყვნენ ისინი და არა პირადი სიამოვნების გამო ქონოდათ მათ სოქული ურთიერთობა. ჩვენ კი კიდევ აი ეს კურთხევა უფლისა დავარღვიეთ და გამრავლების ნაცვლად ერთმანეთის ესე იგი სიამოვნების გამო ესე იგი ვარღვევთ აი ამ ცნებას. ნამდვილად საშინლად ესე იგი მოგვეთხოვება უფლისაგან ცოდვა არის, როდესაც ცოლ-ქმარი, ესე იგი ცხოვრობს ჯვარ დაუწელად. გასაგებია იყო ესეთი პერიოდი, როდესაც არ იყო ესე ფართოდ ეკლესიის კარები ღია, მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ, ვინაიდან იმ მომენტშიც, იმ დროშიც კი თუ კი მოინდომებდით, ვივაღწევდით იმას, რომ ჯვარი დაგვეწერა, მაგრამ ეს ჩვენი ურწმუნოების გამო არის და ეხლა ბევრი ოჯახი, ბევრი ცოლ-ქმარი ესე ჯვარ დაუწელად ცხოვრობს და არ მიაჩნიათ აუცილებლად, რომ ეხლა მაინც ჯვარი დაეწერო. აი საშინელი ცოდვაში არიან ესეთები, ოჯახი არ არის ნაკურთხი, ხშირად ხდება ხოლმე ესეთ ოჯახებში უბედურება, უსიამოვნება ცოლ-ქმარს შორის და აუცილებლად მოგვიწოდებთ, რომ ესეთი უკანონო ურთიერთობა შეწყვიტო და აუცილებლად ღვთის კურთხევით, ესე იგი მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვარი დაეწეროთ. აი ამ ცოდვის შედეგად, ესე იგი ადამიანები მე ვიტყოდი, რომ უთანაბრდება პირუტყვს ერთგვარად, იმიტომ რომ პირუტყმა არ იცის ცხვილი და ჩვენ თითქმის აი ესეთ მდგომარეობაში დავკარგეთ აი ეს სირცხვილის გრძნობა, მოკრძალება, აი ადამიანს, ქართველ ადამიანში მით უმეტეს ჩვენ თუ კი ჩვენ წინაპრებს გადავხედავთ, იდო აი ეს ყდემამოსილება, აი ეს მედგარი კრძალვა, ქალმა იცოდა თავისი ადგილი და მამაკაცმა კიდევ იცოდა როგორ შემოსილიყო, რანაირად მოქცეულიყო იგი ოჯახში. ერთ სიტყვით ქართველი ქალი იყო პირველი ყოვლისა მანდილოსანი. აი ამ წმინდა მანდილის მატარებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე აი ეს ერთგვარი ზღუდე, აი ამ ჩვენი პატიოსნების არის მორღვეული. და ხშირად ხოლმე ასეთ გარყვნილების ჭაობში ვარდებით, ნამდვილად თქვენ იცით.
ძველათმაში უფალმა ამ გარყვნილების გამო დასაჯა, სოდომი და გომორა დასაჯა, ისინი ძალიან მწარე და ცეცხლის წვიმა, გოგირდის წვიმა წამოვიდა მათ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვეგოთ გონს ნამდვილად აი ეს მავნეჩვევა და ვიკვეთოთ, მოვინანიოთ იგი აღსარებითა და ისხოვროთ ისე როგორც უფლის ცნება კარნახობს. არა იპარო გვამცნებს ცნება ესე იგი მერვე და ნამდვილად აი ამ ცნების ესე იგი გახსენებისთანავე ჩვენი თავი სწორედ უნდა დავაყენოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც ესე იგი ჩვენ სხვას ვაყენებთ აი ამ ზიას. ესე იგი ჩვენ სხვას პარავთ მის ნაშრომს. აი ამ შემთხვევაში აი იმ დაზარალებულის ადგილზე ჩვენ დავაყენოთ საკუთარი თავი. გვინდა ჩვენ რომ მსგავს მდგომარეობაში აი ვინმე მოვიდეს და ჩვენი ესე იგი ოფლით ნაშრომი გატეხოს სახლი და უშუალოდ აი აემენიფთი მოგპაროს და ესეთი სულიერი ტრამვა და მატერიალური ზარალი მოგვაყენოს. ნამდვილად არც ერთი ადამიანი ამას საკუთარ თავს არ უსურვებს. მაშინ რატო გვინდა რომ იგივე მდგომარეობაში ესე იგი დავტოვოთ სხვა? არ შეგვერგება ნამდვილად ეს თუ კი რაღაც მატერიალური აი სიდუხჭირის გამო ადამიანი აი ამ ცოდვას ჩადის, ურჩევნია ის ერთი ლუკმა ჰქონდეს და ღმერთი ნამდვილად სწავლობის გარეშე არ დატოვებს თავის ოჯახს, ვიდრე აი ესეთი უკანონო ნაშოვარი თან ცოდვის ესე იგი ცოდვით ამძიმებულმა აი ამით თქოს გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა. აი არანაირი განსაცდელის გამო არ შეიძლება ამის გამართლება. აი ბევრი ამბობს რომ აი მიჭირდა და აი ამიტომ გადავდგა ეს ნაბიჯი. არ არსებობს თუ კი ადამიანი ნამდვილად მოინდომებს და ცოტას იმოქმედებს, უფალიც მას შეეწევა და იმდენ საკვებს და მაინც მოუმართავს ხელს, რომ საკმარისი იქნება მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასე რომ უაზრობა არის აი ამ ნაბიჯის ესე იგი გადათქმა და ძალიან ასე რომ ვთქვათ კაცრად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ან დაუშვათ სხვას აი ამ ზიანს ვაყენებთ. ან ისეთი ცოდვები არის აი ამ უბრალოდ ცნებაში ის ცოდვები გულისხმობ, როდესაც ჩვენ სხვას ესე იგი სხვის ნივთს ვიღებთ დაუშვათ უკითხავად ან დაუშვათ ვაჭრობისას, აი აღებიცემობისას პარავთ აქ და ისეთ შემთხვევაში მდგომარეობაშიც, როდესაც დაუშვათ ადამიანმა არ იცის, თუ კი მას დაუშვათ მოუპარეთ რაიმე ან გონია რომ დაეკარგა. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ დაუშვათ ადამიანებმა ვერ გაიგეს, თუ ვინ წაართვა მას. აი ჩვენ მოვიპარეთ და ვერ გაიგეს, თუ ეს ჩვენა ვართ. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს. ნამდვილად ვერ დავიმალები და უფლის სამჯავროზე აი ეს ცნებები ყოველთვის ჩვენ წინ დახვდება. ცნება მეცხრე არა ცილის წამ მოყვასა შენსა წამებითა ცრუითად. აი ყოველგვარი ცილის წამება დამყარებული არის საფუძვლად უდევს უпростоრად ტყუილი, ცრუობა. აი საშინელი ცოდვა არის, თითქოს ტყუილს ადამიანები ერთგვარად ისეთ ცოდვა თვლიან, თითქოს აი ამას არანაირი ზიანი არ შეუძლია მოუტანოს ჩვენი სულისათვის. არა, ესე არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ერთ შეხედვით მცირე ცოდვა არის, მაგრამ უბრალოდ ტყუილსაც კი შეიძლება ძალიან დიდი ასე ვთქვათ ტრაგედია მოყვეს. აი ტრაგედია არის, როდესაც ადამიანს ჩვენ ცილს წამებთ აი და შევარწმენთ მას საზოგადოებაში ან ჭორებს ურცელებთ მით უმეტეს უნდა გავითვალისწინოთ რა დიდ სულიერ ტრამვას ვაყენებთ ამით. ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც მტერი იყოს ჩვენი. აი სასამართლოშიც შეიძლება საქმე გქონდეს და იქაც შეიძლება ცრუ ჩვენება მივცეთ. ან შეიძლება რაღაც ცრუ დოკუმენტი შევქმნათ ისეთი ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობისას და ამის შედეგადაც ადამიანი ესეთ ცილის წამებრივ ასე ვთქვათ დაჩაგრულ მდგომარეობაში დავაყენოთ. ძალიან მძიმე ცოდვა არის. ამიტომ ყველანაირად უნდა ვერიდოთ ტყუილს და მით უმეტეს ადამიანის ესე იგი დამცირება სახელი ის გატეხას და ცილის წამებას. ცნება მეათე. არა გული გითქმიდეს ძოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა. არცა ყანისა მის, არცა მონისა მის, არცა მხევლისა მის, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მის, არცა ყოვლისა მისთვის რაიცა იყოს მოყვასისა შენისა. ესე იგი ბოლო მეათე ცნება აი ესეთ კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, სწორედ გვიგზავნოს ჩვენ ყოველგვარ შურს მოყვასის, ასე რომ ვთქვათ, ყველანაირ მდგომარეობაზე, თუნდაც მატერიალურის და თუნდაც არამატერიალურის და სულიერის. ჩვენ ასე რომ ვთქვათ, უფალმა მოგცა ის, რაც საჭირო არის ჩვენი სულის ხონებისათვის.
თუ არა გვაქვს, ესე იგი ჩვენი დაუდევრობის გამო, ჩვენი ცოდვის გამო, ჩვენი მოუქნელობის გამო, ასე ვთქვათ, არა გვაქვს. მაშინ რატო უნდა შეგშურდეს სხვისი? ყველა ადამიანს უფალი აძლევს თვითონ. რაც საჭირო არის. აქვს ვინმე სიმდიდრე, ესე იგი ღვთისგანებო ძამას ეს თავისი უნარით მოიპოვა. თუნდაც უკანონოდ კონდეს მოპოვებული, ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ შეგშურდეს, ვინდომოთ მისი. ღვთის დაშვების გარეშე ნამდვილად არაფერი არ ხდება. თუ კი ერთი ღერითმაც არ დავარდება ადამიანისგან, მაშინ რანაირად შეიძლება რომ უფლის დაშვების გარეშე ვინმე რაღაც მოიპოვა და მოიხვეჭა. თუ კი სხვას ცოდავს, მაშინ მით უმეტეს ჩვენ არა გვაქვს მისი განკითხვის უფლება, იმიტომ რომ ჩვენთვის ჩვენი ცოდვებით საკმარისი არის. ერთი სიტყვით მე ის მინდა ვთქვა, რომ განა ვინმემ რაიმე მოიტანა ამ ქვეყნად, და როცა დაიბადეთ, განაში შველი არ მოხვედით ამ ქვეყნად, მაშინ რანაირად მოიტანეთ თქვენ, რანაირად არის თქვენი ესა თუ ის ქონება. ესე იგი არც არავისი ყოფილა, უფალი ყველას აძლევს. იმდეს რაც საჭიროა. ამიტომ ჩვენ გვეგრძალება იმ ცნებით, რომ არ შევშურდეს სხვისი, არ ვიყოთ ხარბნი, ესე იგი მომხვეჭელნი. აი ყველამ რომ ეს გაითვალისწინოს, აი ყველამ ნამდვილად ყველა ადამიანმა რომ მორწმუნე იყოს და ეს მცნებები ნამდვილად ზეპირადაც რო იცოდეს და ცხოვრებაში ამით ხელმძღვანელოს, ნამდვილად არ იქნება მაშინ ჩვენ შორის არც ესეთი გაუგევრობა, არც ჩური, არც ღალატი, არც გმობა, არც განკითხვა, დამცირება, არც კაცის კვლე ერთმანეთისა. სწორედ აი ეს მცნებები ადამიანებს ჩვენ იმისთვის გვებოძა, რომ ნამდვილად ამით წარმართავდეთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ყველაფერი ერთ სიტყვით იქნება ისე, როგორც უფალს ნებავს, როგორც ესე იგი ამას ესე იგი ჩვენი სულიერი წინსვლისათვის არის ნამდვილად საჭირო. უბედურება ის არის, რომ ჩვენ აი ამ ცნებებს არ ვიცავთ, უგულებელ ყოფთ. შინ შემთხვევაში ჩვენ გვამხილებს საკუთარი სინდისი. ხშირად გვიფიქრია, რომ ჩვენ არ უნდა დავაშაოთ. აი რაიმე ცოდვის წინაშე ვდგავარ და მაშინ გვამხილებს, მაგრამ არა, შენ ეს არ უნდა გააკეთო. მაგრამ ჩვენ ძლევს გულის წადილი, ჩვენ ისევ ვწუნდებით, ჩვენი ცოდვების გამო გვაცუნებს ბოროტი, ეშმაკი, სატანა და ისევ უგულებელს ყოფთ აი ამ სინდის, უგულებელყოფთ აი ამ ცნებას და შეგნებულად ჩავდივართ ცოდვას. აი სწორედ მოკლედ რაც მინდოდა მესაუბრა 10 მცნების შესახებ და მე მინდა უსურვო თითოეულ ადამიანს, რომ აი ეს მცნება ყოფილიყოს მათი ცხოვრების მეგზური, მანათობელი. უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ეკლესიურად და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით ჩვენ გაგვიადვილდება აი ამ ცნებების ნამდვილად შესრულება. სწორედ ჩვენთვის, ადამიანებისათვის ინება უფალმა აი ამ ცნებების ესე იგი განცხადება და მოცემა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გისურვებთ, რომ 10 მცნება თქვენი ასე ვთქვათ სულიერი მოღვაწეობის მიზანი ყოფილიყოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.